დაიწყო მათთან იგავით ლაპარაკი. ერთმა კაცმა დანერგა ვენახი. შემოღობა გალავნით, ამოთხარა საწნახელი და ააგო კოშკი, გააქირავა მევენახეებზე და წავიდა უცხოეთში. როცა დადგა დრო, გაუგზავნა მევენახეებს მონა, რათა მისგან ვენახის ნაყოფი მიეღო. მაგრამ მათ მოკლეს, იგი სცეს და ხელცარიელი გაუშვეს. კვლავ გაუგზავნა მათ სხვა მონა და ისიც დაჩეხეს, შეურაცხყვეს და ხელცარიელი გაუშვეს. კვლავ გაუგზავნა სხვა და ის მოკლეს. და ბევრს გაუგზავნიდა, ზოგს სცემდნენ, ზოგს კლავდნენ. ჰყავდა მას ერთი საყვარელი ვაჟი, ბოლოს სწორედ მას გაუგზავნა, რადგან თქვა, ჩემს ძეს კი მაინც შეეშინდებათ. ხოლო მევენახეებმა უთხრეს ერთმანეთს, აი მემკვიდრე, მოდი მოვკლათ იგი და ჩვენ გვექნება მისი მემკვიდრეობა. და შეიფხრეს იგი, მოკლეს და ვენახიდან გააგდეს. აბა რას იზამს ვენახის პატრონი? მოვა და გაანადგურებს იმ მევენახეებს და ვენახს სხვებს მისცემს. ნუ თუ არ წაგიკითხავთ ეს წერილში, ქვა, რომელიც აშენებლებმა უარყვეს, ის გახდა კუთხის თვალი. უფლის მიერ იყო ეს და სასწაულია ჩვენს თვალებში. და ცდილობდნენ მისი დაჭერა, მაგრამ ხალხის ეშინოდათ, რადგან მიხვდნენ, რომ მათზე თქვა იგავი. და მიატოვეს და წავიდნენ. შემდეგ